საქორწილო კოლონიაში პირველად მოვხდი. რას ამბობ? მართლა გეუბნები? ჩვენთან ყოველ კვირას ქორწილია. სერიოზულად გეუბნები. მე კი იგივე ტემპით განქორწინებაზეა ხოლმე. მოკლედ არ მოიწყენ. მალე ყველაფრის მოწმე გახდები. ასია. ბოდიშს გიხდი გუშინ ზედმეტი მომივიდა. დაივიწყე. რაღაც მინდა გითხრა. მერე დავილაპარაკოთ. ილიას გზას უყურე. ავარიაში მოხვედრა ნამდვილად არ გვინდა. ქორწილს ნუ ჩაგვიმწარებ. ნუ ხელავ. ადგილზე შევხვდებით. გამარჯობა. ტაქსი რა საჭიროა? ნასხედით, ყველა ერთად წავიდეთ. ჩერები უკან გამოყვებიან. ჩაჯექი. რა ხდება? მე რა ვიცი. ალბათ იფექმა დაიბარა. ეს კი შიშისგან ყველაფერს აკეთებს, რასაც ის უბრძანებს. ღმერთო ჩემო. გამარჯობა. გამარჯობა. დროზე წავიდეთ, ვაგვიანებთ. მოგზანდით. თაჰირ, ახლა ხუმრობის დრო არ არის, აქ რატომ მოვედით? რეგისტრაციაზე გვაგვიანდება. რაღაც ჩაიფიქრეს, მანქანებიც აქ მოიყვანეს. წამოდით თორემ დაგვაგვიანდება. ილიას მითხარი აქ რატომ მოგვიყვანეთ? რეგისტრატორმა გთხოვა. რაღაცის ქორწილია ხელს აქ მოაწერთ. გითხრა აქ დაქორწინდებით, რადგან დამაგვიანდებაო. ჩვენც დავთანხმდით. ესმის? წავედით, მიდრე ხალხი მოსულა. მოდი. მიდით. მალე სტუმრებიც მოვენ, ვერ მოვასწრებთ. მიდით. ზაფერ, რა ხდება? როგორც ჩანს, სიურპრიზი მოგვეწმეს. რეგისტრაციის შემდეგ ვიზა იმებს და გავართობით. მიდი, სიძეო, მიდი. გასგახა, მიდი.
ყველა აქ არის. მშობლებიც აქ არიან და კომისარი ნიხათიც. ყველა აქ არის. მოგესალმებით. Bugün burada აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ზაფერ ასი და ნერმინ ავჯი დავაქორწინოთ. gerçekleştirmek için bulunuyoruz. გილოცავთ. ღმერთმა დაგლოცოს. ბედნიერებას გისურვებ, შვილო. დიდი მადლობა. უფალმა დაგლოცოთ. ძახლები ჯერ გაგიჟდნენ. შემდეგ კი ქორწილში მოვიდნენ და ლოცავენ. თან იაფასიანი სამაჯურიც აჩუქეს. ღმერთო, დედა. საჩუქარს აჩუქებ. კარგი. ქორწილის ბოლიც ჩვენ გადავიხადეთ. ილიას. თავარია თავი არ გამოიჩინოს. დაიგო. ბედნიერებას გისურვებთ. ღმერთმა დაგლოცოთ. ოჩახასიე, სწორად მოიქცა. ნახე რა აჩუქა. სამკაული, რომელიც მამაჩემ აჩუქა? ხო. ბედნიერებას გისურვებ, ნერმი. ასია. ამას ვერ აჩუქებ. ხო, ასია. ძალიან ძვირფასი სამკაულია. ამას რატომ აკეთებ? ასია, მამაჩემის ნაჩუქარია. ნერმინს რატომ ჩუქნი? რა იყო ილიას? მამა სალიხის სახსოვრად ექნება. ნერმინს უფრო მოუხდება. ასე თუ ისე მე და შენ ხომ გესმის? თუ ჩემი ქალიშვილი ასეთი სულებია. ის სამკაული მისცე, რომელიც თავად აჩუქეს. ვერ გადამირჩება. გეფიცები. უცხოს ხომ არ აჩუქა. ნერმინის ოჯახის წევრია. შენი შვილის ცოლია. დასამბობ. დიდი მადლობა. არასდროს დაშორდეთ.